და დათო იცი რა მაინტერესებს, აი სულ მინდა კითხო, ეხა ვიცი, ადრეც იყავი და ახლა ხარ ხო გიდი? კი. და აი შენი ესეთი ენა კლიმატობით მინდა დაახასიათო საქართველოს ყველა კუთხე. 1-2 სიტყვით. მე მოგეხსენებად საერთოდ საერთაშორისო გიდი ვარ. კი. მე ამჯერად ჯერ საქმანაზე საქართველოს მუშაობ. ამ გადაცემაში ჯერ მაინტერესებს საქართველოს კუთხები და მე გადავალ. საოცარია, ისე მართლა საოცარია. ეხლა თქვენ როცა ამ ქუთაისურ რაღაც ფრაზებს ვამბობთ, სინამდვილეში არ არის მხოლოდ ქუთაისური. იმიტომ რომ სულ განსხვავდება. ეხლა იმერული ხო განსხვავდება სხვა კუთხიდან. თვითონ იმერეთში, თვითონ ისევე როგორც მეგრული, სენაკის მეგრული სხვა არის, ფოთის სულიად სხვა არის, ხობის სულიად სხვა არის, ასე არის იმერეთშიც. ესე იგი, იმერეთში ქუთაისური ხო არის, სამტრედიული საუბარიც არსებობს, ხონური საუბარიც არსებობს, ზესტაფონური, ზემოიმერეთი, ჭიათურული, საჩხერი, ჭიათური და საჩხერულიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან. ხო აი რაღაცნაირად ისა რაღაცა საოცარი ქვეყანა. ანუ უფრო კილოთით თუ სიტყვით, ხასიათით, რაღაც იუმორით. დათო, ამ ხო და მაგიდობაზე მინდა კითხვა ხა იქ შენ ხო ჩამოგდის გერმანელიც, იაპონელიც, რა ვიცი, ფრანგიც. ამათ როგორ უხსნი ხა ამ ყველაფერს? ყველა ხო თავისებურად იგებს ამ. ძალიან ხშირად ამბობენ რომ სტუმარიო რო ჩამოდისო ქუთაისში რა უნდა ნახოსო და გიო შენთან რომ მომყევი გადაცემაში. სტუმარო ჩემოდი ჯერ უნდა ნახოს ლიკლიკაც. მე მეგანახებ რა. თავისი რას ხო? რას თავისი ნახოს. რა უნდა ნახოს ჯერ ლიკლიკაც და მე მეგანახებ. დათო ამერიკაში ხო ცხოვრობდი შენ? ცოტა ვსწავლობდი. სწავლობდი. ჯერ ლიკლიკაც და მე ლიკლიკაც და 5-9 ნომერი უნდა გამოაცხადო. ამერიკაში სწავლობდი. თვალყურს ვადევნებ ისტორიებს ქალბატონზე, თქვენს დედაზე, ასე ვთქვათ. აი ამ თელ შენს გიდობას და მსოფლიოში მოგზაურობას და ამბავს როგორ აფასებს? აი მაინტერესებს, ანუ მსოფლიო მოქალაქე გონიხართ, აი რა შეასახა. გითხრათ მართალი კარგახანია დედა არ მინახავს. ხო და ალბათ კარგად აფასებს. კი მოწონს ეს ყველაფერი. ნუ გიდობა კიდე ტურისტები გასაგები მაგრამ დედას თუ ჯერა თქვენ. ჩამოსული იყვნენ და ყოველთვის სულ აღმოჩნდება ჯგუფში ვიღაცა ესეთი გენიოსი, რომელსაც უნდა რომ თითქოს მეტი იცის ვიდრე გიდმა. სულ არის ერთი ყოველთვის გამოერევა და ბაგრაცე ყავს აყვანილი და მეუნება რომ ის ერთ ცნობილი მოზაიკა რომელიც მეორდება აია სოფიაში და უფრო ადრინდელი ხანისაა, მაშინ მართა დედოფალის მიერ გამოგზავნილი ბიზანტიელების მიერ არის ეს გავლენა აღმაშენებელი რაღაცა სხვები და ისა რამდენი კენჭისგან არის ღვთისმშობლის მოზაიკა. ოღონ არ უნდა დაიბნე 4595 მეუბნება და მიყურებს და უყურებ მე ეს თვალი თვალში გადახედა გადაამოწმა გადათვალა აუგდე პონტი ხო ხო ეგრევე ისა ვერ გამოიჭირა. ეხა სტამბოლში ვიყავი ტურზე და ერთი 4 გოგო მოიკლა თავი რომ ხო ადგილი აღარ მქონდა რაღაც რო ივსება მე უკვე არის ისა და არეკიებენ ვიღაცას იმი არ ჩამოვიდეს და ნუ ყველა ამას თქვენს რომ შენ გამო მოვდივართო თორე სტამბოლიო ზოგმა 60 ჯერმა ნახე აი თქვენ გამო დათო აი თქვენი იუმორის გამო თქვენი საუბრის გამო არ წავარ სხვაგან რაღაც ასე რო გეტყვის ადამიანი ძალიან მთხოვენ ჩვენ ტურისტებს რომ რაღაცა იქნებ მივწიოთ მოწიოთ და ასეთო ჭავსვი 4-ვე. ოღონ სერიოზული ბრძოლა დამჭირდა ამ ყველაფრისთვის და რომ ჩავედით სტამბოლში ჩვენ ტრანსფერსაც არ წამოგვენ, ვიღაც მეგობარი დახვდათ და მოგვიბოდი ჩვენ მოვალ სასტუმროში ჩვენითო. კი ბატონო. და 5 დღიანი ტური იყო და 5 დღე როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე თვალი არ მინახავს. რაღაც 1-3 დღის მერე კი მოვიგით, ეს გოგოები ჩემზე რო შემოიხიეს ყველაფერი. შენ სადა ხა არ ვიცი რაღაც თავიჭკუას ახლა გაკუფლება ხა ეს პიროთეხმძღვანელი კი არა, მაგრამ ხა ტურში კი მართლა ხარ, გიდა შენ გვაძას და ის მოთხოვა ხა 100-იანი არ მისმენ არ მოხმები და 5 დღის მერე მოვიდნენ აეროპორტში ახლა. სადა ხარ გოგოები, რომ ხარ თქვენ? აი მე ჩვენ აქ დაკალი ყავს რაღაც გათხოვდა სავითა და დიდარი ისაყავს კვარიო და ის გადავყვატა. გათხოვდა სულთა ქუთაისური. შეიძლება ეს უნდა დავაპატენტო ეს სიტყვა. ეს უნდა ჩაიწერო ეხლა. გათხოვდა სავითა არის. გათხოვილიც ხარ თუ არა რო არის შენ თუნდაც კარგად.